მოკლედ რო ვისაუბროთ ზოგადად არ ვიცი შენი არ ვიცი ჩემო ნიკა მაგრამ მე ჰაკათონების ინსპირაცია მომცა აღჩატარებულმა პირველმა იუნიჰაკის ჰაკათონებმა სადაც ეშო აკეთებდა ხოლმე ეს ლიდერი იყო ხოლმე რაღაც წინი ეგიდია ხოლმე და რაღაც ვიდეოებს წერდა ხოლმე მე როგორ გავაკეთოთ ჰაკათონი რატომ უნდა გააკეთო შენ ჰაკათონი და ეგ მაშინ ჩამრჩა ეგ გონებაში რომ აი ოდესღაც მინდოდა რომ მეც გამეკეთებინ ჰაკათონი და ყველაზე ფან ფაქტი რა იყო იცი დღეში ხო ამერიკაშია ჩვენ რო პოსტავთ იმასთან დილა რა და ამ ჰაკტობრფესტის ამბებს რო პოსტავდით ხოლმე LinkedIn-ზე ყოველ იმას რა ქვია ან ჩვენთვის ღამე იმასთან თენდებოდა ხოლმე რეპოსტი და ლაიქები და გულიც მაგრამ რო უსწორდებოდა რა და აი ძალიან მაგარი მომენტია რა რომ რაღაცა ვიღაცის დაწყებულ რაღაც ასე ვთქვათ რა საქმეს რომ კარგად აკეთებს ვიღაც და აგრძელებს კი მან ერთ რასაც ვიტყოდი არის რომ ხო პირველ რიგში ანუ ეს ვიდეო რაც ჩაწერილი აქვს აი ყეშელას და სხვა საფარას და სხვებს ანუ პირველ რიგში ძალიან მაგარი ვიდეო არის რა და ჩვენც სანამ ამას დავორგანიზებდით რაღაცებს უყურეთ მანდ რომ ჰაკები და ტიპები აგვეყო აქედან და აი მან დამბობს ძალიან მაგარი რაღაცას რა ყეშელაც რატომ უნდა გააკეთო ჰაკათონი რა რომ ანუ გარდა იმ ყველაფრისა რომ it is just fun ასწორებს და ასე შემდეგ და ბანალური არგუმენტები რაც არის რაღაც კომუნას იმ რაღაცას აძლევ რაც ფაქტია რომ აკლია და რაღაც ამ გებს ავსებ ძალიან დიდ გებს ავსებ რიცის რეალურად ანუ ძალიან დიდი ღირებულება იქნება რა მე რა ინდივიდების დონეზეც რომ ხალხი ბევრ რამეს სწავლობს ერთმანეთს იცნობს და ასე შემდეგ და პოტენციურად აი ჩემთვის ყველაზე ღირებული რაც ჰაკათონებიდან შეიძლება გამოცხვეს გუშინაც რო საუბრობდით რა მე ველოდები ყველა ისეთ პროდუქტს რომელიც ჰაკათონზე დაიბადა რა ჩემს ეგ არის აი ყველაზე genuine ყველაზე მაგარი სტარტაპები რა მე მახსოვს ხარ ადრე ჰაკათონები დავდებოდა მაშინ აკეთებული იდეები დღესაც მაგას აკეთებენ რამდენიმე ადამიანია და თან აი დავამატებ იმას რომ ანუ მთელი იდეა ჰაკათონის კულტურულად არის ის რომ ანუ იკრიბები და რაღაცა ძალიან რენდომ რაღაცაზე აი ძალიან სადღაც ჰაერიდან მუშაობ და ანუ ორი დღის მერე გრჩება მოგონებები ძალიან მაგარი hard work-ი და აი ეს ცოტა რთულია რომ არა ინჟინერ ტიპს რა უხსნა რა ცოტა რთულია აი მაგალითად შენ წარმოიდგენია რომელიმე არა ინჟინერი ტიპი ღამის 3 საათზე ვიღაცას library-ში რო კონტრიბუტებს ხო ანუ ვერ კომენტარი ხშირად არის ხოლმე რომ რატო ათენებთ საერთოდ ანუ ვიკენდები დაისვენეთ რა ანუ ისთვის აქ გუშინი მაგალითად სტოპამ რო დააკომიტა რა ანუ მაგრა დაემთხო რომ GitHub-ს პროსტა სკროლავდი და უცბად ამომიგდო და კომენტარი უწერია easy to remove later ანუ remove on Monday after Hacktoberfest is over თუ რაღაც ეგეთი კომენტარი და ანუ ეგ რთული გასაგებია წარმოიდგინე ხარ ეს რთული გასაგებია რავი წადი სახში რა დაიძინე და მე მოდი რა ანუ რატო ათენე 48 საათი რა ერთი დღე არ ყოფნის სამუშაოდ ხო და ეს რთული გასაგებია მათთვის არცაა საჭირო რომ გაიგო რა მაგრამ ჩვენთვის არის საჭირო ის რომ ჩვენ გარდა ვიღაცები კიდე გამოჩნდნენ სამომავლო და გააკეთონ ეს აქტივობები კი და იქ რაღაც ტრანზიტიულობის პრინციპი არის ანუ ჩვენც რაღაც ეტაპზე მაგარი რესურსები მივიღეთ სხვის ჰაკათონებზე რომ დავდიოდით და ეხლა იდეაში ანუ აქედან ხო არანაირი რაღაც მოგებას ბრჭყალებში არ ვიღებთ უბრალოდ გვინდა რომ რაღაც ჩვენს ვისიამოვნებთ და ჩვენ რა ასე ვთქვათ ბენეფიტების თავის დროზე ავიღეთ ეხლა სხვებს შეუქმნათ იგივე სივრცე რომ ოკეი ეხლა სხვებს წაუკრათ ცოტათი ხელი რა და მგონია რომ ხო ამას უბრალოდ ცოტა ინტენსივობა ჭირდება მეტი რომ ანუ სხვებმაც ბევრმა ადამიანმა გააკეთოს იმიტომ რომ აი იმ ვიდეოში ყეშელაც ზუსტად მაგას ამბობს რომ ოკეი რაღაც საქართველოში სულ ეგრე არის ხოლმე რომ ვიღაც ერთი კამანდა აკეთებს სულ ჰაკათონებს რა და რაღაც დროის კონკრეტულ მომენტში kinda მონოპოლია არის რა და რა უფრო მაგარი ჰაკათონები ალბათ საქართველოში ჩატარდება აი ჩვენნაირ კიდე ერთი 2-3 ტიპი რა გაიჩითება ვიღაცეები და უკვე იმაზე რომ დავიწყებთ ფიქრს რომ ოკეი ანუ მოდი აბა ეხლა მარტო იმიტომ კი არ დავატარგეტოთ პრობლემები და გამოზებირებიც გქონდა რომ ანუ რაღაც ანუ უბრალოდ გავმაზეთ და ხალხს არ ესეონას შემდეგ რა ანუ ჩელენჯი რო იქნება უკვე რომ იმაზე კარგი ჰაკათონი გავაკეთოთ რა მგონია რომ აი მაგ ეტაპზე როცა მივალთ აი სასწაული ჰაკათონები იქნება რა თან მე მჯერა იმის რომ ანუ თვითონ ხალხს შია ესეთი ივენთები რა ანუ აშკარად ნიდი ანუ ძალიან დიდია მაგრამ მე კითხვა მექნება აი როგორ ფიქრობ რატო შიათ აი რა არის ის რაღაცა აი
რა მოთხო რა აკლიათ რა მე ესე მგონია რომ უბრალოდ ზოგადად ჩვენი პროფესია მოიცავს იმას რომ ნახე ძირითადად აღიარების რაღაცა არ გაქვს ადამიანს რა ჩვენ აი წარმოიდგინე ხა მესის რამდენი აქვს ხელფასი წელიწადში ხო და როგორი აღიარებული ტიპია რა მაგრამ რო დავფიქრდეთ რა ვიღაცა შეიძლება software ინჟინერი ხოც ის მიმიროა რაღაცა ძალიან დიდი ქარხანა არ არის და დაბლორ ერთ ფეხზე რო დგას ყველაფერი რა და შეიძლება აი ვიღაცა ეგეთი software ინჟინერი იყოს და აი მეგრე იდგეს მთელი ეკოსისტემა მაღაზე რა და ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდეს მაგრამ არავინ არ იცოდეს სამყარომ და რაღაც პონჩი რომ ანუ გიჩდება სადღაც ვალიდაციის საშუალება ხო სოციალური ვალიდაცია ერთ-ერთი ძალიან დიდი ამოძრავებელი გიჩდება და შეგიძლია რომ სადღაც მიხვიდე შენი თავი გააცნოს ხუებს შენი სკილები გააცნოს ხუებს ხალხი გაიცნო ეს არის ძალიან მაგარი შესაძლებლობა მით უმეტეს სტუდენტები ვინც არიან აღგაზრდები იმათ უფრო აქვთ ხა იქ ხო იმიტომ რომ ზოგს გონია ხო აუ მე დიდი ვარ რომ რა მინდა ჰაკათონზე მე რო ეხა ორგანიზატორი არ ვიყო, აი პირველ მე ვიждებოდი ზევით და ვიმუშავებდი. იმიტომ რომ ჩემს მნიშვნელობა არ აქვს რა, ანუ it's just fun რა. კი მან რას დავამატებდი არის რომ ბოდიში რო გაგაწყვეტინე. გონია რომ ანუ აი ეხა შენ რას თქვი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალიან ბევრ ადამიანში ნამდვილად ეგეც იქნება. იმიტომ რომ რაღაც ჩვენი ყოველდღიურობა მაინც ეგეთი არის რომ რაღაც ბევრ acknowledgements გარედან ვერ იღებ, ძალიან ბევრ ინვესტიციას და აი უაზროდ ბევრ ინტელექტუალურ ინვესტიციას და ბუნებრივი ადამიანური მოთხოვნა აქვს რაღაც სოციალური ვალიდაციას რაღაც შენი კომუნადან მიიღო. ეგ ერთი ძალიან დიდი. მეორე რასაც მე ვაფიქსირებ ხოლმე და იქ ჩემ თავში მაქვს მე დაფიქსირებული თავის დროზე რომ სოციალურ ვალიდაციაზე უფრო მეტად და software engineer-ში ძალიან ბევრი ადამიანი ესეთ რომ თავის დაჩელენჯება რო უყვართ რა. მაგალითად ალბათ რაღაც სტანდარტული ფსიქოტიპის software engineer რა ვიღოთ, okay. They hate public speaking, ალბათ. და ანუ ჩემთვისაც ეგ იყო რაღაც დღევანდელ დღემდე საკმაოდ დიდი ჩელენჯი არის ხოლმე ყოველთვის, მაგრამ აი პირველ ჰაკათონზე რო გავედით, ერთ-ერთი მთავარი мотиваცია რაც იყო ჩემთვის იყო, რომ okay, მე ამის მეშინია და ანუ ძალიან მაგარი პლატფორმა მეჭითება. სადაც შემიძლია რომ ჩემ შიშებს თვალებში ჩავხედო რა. ბევრ ადამიანზე მაქვს კიდე გაგებული. რომ აი რაღაცა ეშინიათ, რაღაცა გონიათ რომ მაგალითად აი იმპოსტერ სინდრომი აქვს და okay, როგორ უნდა მოვასწრო 24 საათში რამე. და პირიქით არა, მოდი ვცადოთ რა, იმიტომ რომ ქაინდა თან ყველაზე მაგარი რა არის რომ გაფეილებისთვის არის იდეალური პლატფორმა რა. ზოგადად გაფეილება ყველგან ძალიან ძვირი ღირს რა. და აქ ანუ უფასო, ანუ ოღონდ მართლა ეფექტიული უფასო არ გაფეილება, ანუ არავინ არ გჯაჯავს. ანუ რაღაც სპიჩზე გამოხვალ და აი ვერაფერს ვერ იტყვი ხმა გიტანკალდება. ანუ არაფერი პირიქით დარწმუნებული ვარ ტაშს დაგიკრავენ. რაღაც ანუ software engineering და tech კულტურის ის side effect-ი არის ეგ რა. მეორე ეგ რომ შიშებს შეიძლება ძალიან მარტივად თვალებში ჩახედო რა. მესამე არის კიდევ ვინების მე სხვა კატეგორია ინჟინერები ვიყავს შეჩნეული არის რომ ის პირველი ორი დიდად არ აინტერესებთ რა. მაგრამ აინტერესებთ აი მართლა რაღაც ის რა ქვია ახლის სწავლა. ანუ ამ ჰაკათონებს უყურებენ ხოლმე რაღაც ახალი ტექი ვისწავლოთ. Okay, რაღაც შეიძლება რაღაც სკალას ვსწავლობ, ან closures. და მოდი ანუ ჩემთვის სახში რო ვარ ხოლმე, okay, რაღაც საით პროექტებს ვაწყობ, კვირაში შეიძლება 2 დღე რაღაცას დავუთმო, მაგრამ okay, მოდი აბა გადავაბათ და რამე actual products-ს გავაკეთებთ რა. ძალიან cool, ძალიან რა. და ხო ესე ალბათ ბევრი ჩაშლა არის, მაგრამ ის სამი არის, რაც რაღაცები ჩემ თავში მაქვს შემჩნეული. და მე გარეთ რო ადამიანებს რო ილაპარაკები და აკვირდები რა, ანუ აი სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანებს ასკარად სხვადასხვა мотиваციები აქვთ რა. დღეს ზუსტად ეგ თქვი ჩემ თოქზე, რომ ჩემი აი ეგეთი შენი შიში, როგორც ჩემი ეგეთი შიში იყო ლაივში, live coding იყო ჩემი ეგეთი. მეთქი დაუძლიეთ. მეთქი დავაჩელენჯოთ, აი რა უნდა მოხდეს, აი ყველაზე უარეს შემთხვევაში დავფეილდები რა. აი რა მოხდა მე რა გაივლის რა და ეხლა წან ერთ-ერთი მონაწილე მეუბნებოდა მაგას რომ ჩვენო შეიძლება რომ პირველები არ მოხდეთ top 15-ში თუ მოხდებითო და მეთქი რატო თქო რა და აუ ჩვენო ძალიან ნერვიულობთო ესე გამოვდივით პატარა 16 წლის ბიჭები იყვნენ და მე ვკითხე რომ აი ყველაზე უარეს შემთხვევაში რა შეიძლება რომ მოხდეს აი მითხარე არ მოეწონოთ და დაგვრცინონო რა და აი ანუ მე აი ნახე ჩვენთან ეგ კულტურა არ არის რა. კი. ანუ ვიღაცას დასცინო, ჩვენთან ეგ კულტურა არ არის რა. ჩვენთან უფრო დასცინიან, უფრო აროგანტულ, რაღაცა ეგო
ტიპებს, ზუსტად. ანუ humble ტიპებს არავინ არ დასცინის, მით უმეტეს თუ რაღაცა შეგეშალა. ჯერ რა უნდა შეგეშა ის შეშლა რას ნიშნავს? შენი პროექტია, გამოდიხარ, პრეზენტაცია რა უნდა შეგეშალოს სიტყვა, ანუ რაღაცა მოცემულობით ვერაფერი ვერ შეგეშლა. მოცემულობით ვერაფერი ვერ შეგეშლა, შენი პროექტია. მაქსიმუმ ცუდად წარადგინო. და მაგით ცუდად წარდგენისთვის არავინ არ დაგცინებს. ამიტომ მან დასაკარგი არაფერი არ არის რა. კი. აი საერთოდ. და ანუ ერთი რაღაცა, რასაც ანუ აი ჩვენც ესე რო ვლაპარაკობთ ხოლმე რა, რაღაც ინჟინრული გადმოსახედიდან სულ მაზავთ რა, მაგრამ მგონია რომ ალბათ ჰაკათონების ყველაზე დიდი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიტი ნამდვილად არის networking-ი რა. ან ჩვენც ხო რაღაც სტანდარტული ინჟინერი ავიღოთ, okay, we are not that fond of networking, ანუ okay, რაღაც. რამე მომეცი კოდს დავწერ რა, ანუ networking-ი მეზარება. მაგრამ აი რაღაც მე დააჩოც პირველ ჰაკათონზე რო ვიყავით ეხლაც ძალიან აქტიური კომუნიკაცია მაქვს ადამიანებთან, ვინებიც მაშინ გავიცანი, იმიტომ რომ მომეხმარენ რაღაცებში ჩვენ მივეხმარეთ და ანუ იდეაში ალბათ მაგის მერე ჰაკათონებში ვინებიც გავიცანით, ჰაკათონებზე რო დავდიოდით, 80% მე ან ჩვენ გამოგვადგა კარიერაში, ან ჩვენ გამოვადგეთ კარიერაში. ეგეც არის, ნახე, დააკვირდი ჩვენი სფეროს ადამიანებს, ძირითადად networking-ი გვაკლია. კი. მეც, რა ვიცი, უმეტესი ადამიანი ხომ მუშაობთ remote-ად, რაც ჩვენ ოთახებში ვართ და ადამიანებთან კონტაქტი გვაქვს before after Slack. Всё, მორჩი. კი, ზუსტად. ან დღეს უბრალოდ რო დაკვირვებდით სოსოს თვალებში ბედნიერების levels. კი. ანუ როგორი დაღლელი იყო და არ მიდიოდა, მაინც ან წავალო ეხაო, კიდე 1 საათი იდგა და ლაპარაკობდა Java-ზე და იმაზე C#-ზე. ანუ ხო ხტები, ანუ ხალხს მონოტრებული აქვს რა ეს networking-ი რა, უყვარს რა, ანუ უნდა საკუთარ ერთი და იგივე ინტერესის მქონე ხალხთან შეხვედრა, რაღაცა საუბარი. აქედან გამომდინარე, მაგიტომ მოვიდა დილის. ეგეთი რამე მე უბრალოდ არ მინახია, 9 საათზე გქონდა რეგისტრაცია. ეგეთი რამე უბრალოდ არ მინახია, იმიტომ ძირითადად სტანდარტულად საქართველოში აგვიანებს ყველა. შემაშინებელიც იყო. ხო, აგვიანებს ცოტა ხალხი და გვიან მოდიან რა და დილის 9-ის ნახევარზე რო დაიწყო ხალხის მოდა 9 საათზე უკვე 100 კაცი იყო დაჩექინებული, მე მართლა დაჩექინებული და ყავა უფასო არ იყო ჯერ. ხო, ყავა უფასო არ იყო ჯერ. და ტკბილეული გათავდა 5 წუთში აღარ იყო. ჩემი და დუდუს ძალიან საშიში იყო. ანუ მეთქი შემეშტი მეთქი, ანუ ეხა იმდენი მოვლე მეთქი, ამ ლოუდს ვერ გავუძლებ ხო რა. და ნუ ეხა ვარი 120 გუნდი ყავს ეხა. ხო რა მოკლედ 120 გუნდი, 120 ციფრი და გუნდი. როგორია? ხო არა ისა მართლა ანუ ჩემი აზრით დღევანდელი საერთოდ ჩვენი ჰაკათონებიც. მე მგონი ის შეპირება თავიდანაც დავდეთ, აი ძალიან კულტურები რო იყოთ რა რომ საქართველოს ჰაკათონების ისტორიის რაღაცა პატარა ჭანჭიქს მინიმუმ შევასებთ, მაგას შეეძრებით ვასრულებთ ჩემი აზრით იდეალურად. ხვალაც დარწმუნებული ვარ ამის რაღაც შემდეგი ლეველზე გადასვლა იქნება და ეს შემდეგ. რამე ფაკაპი თუ გქონდა დღეს? 7 ფაკაპი გქონდა დღეს. არა, ფაკაპი რა თქმა უნდა გქონდა. და მოდი ალბათ მაგიებზე ზოგადად რომ მიმოვიხილოთ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვისაც მომავალში რომ უყურებთ. და სხვები ვინების დააპირებენ რომ ჰაკათონები დაორგანიზონ. ხო, პირველ რიგში მოდი, საიდან დავიწყოთ? ანუ ფაკაპებს როგორ აღვიქვავთ ახლა ჩვენ რა პრინციპით უშუალოდ პროექტ ფაკაპი იყო თუ არა რა რომ ფაკაპი არის ალბათ ჩემი აზრით ის ვარიანტი რომ აი უკეთესად შეიძლებოდა და ვერ გავაკეთე. კი, ანუ ჩვენ თავში რა დაკარგა? კი, ზუსტად. რაღაც ეგეთია. ანუ ჩვენ თავში რა გვაქვს ჰაკათონს რო ვაკეთებთ რა ჰაკათონს რო ვაკეთებთ თავში გვაქვს რომ ოკეი, უბრალოდ კი არ გავაკეთოთ და მე რაღაც პოსტები და არა. ხალხი რომ მოდის ყველაზე მაგარი ექსპერიენსი გქონდეთ რაც შეიძლება გქონდეთ. აი, ყველაზე მაგარი. და ანუ რაღაც ფაზებად აღიქვავ რომ ოკეი, მოვიდა მე რაღაცა უნდა გააკეთოს და ცდილობ რომ პატარ-პატარა კუბიკებში მაქსიმალური პროდუქტივობა მისცე რა. ყველაფერს ისე გეგმა, ადგილებს, აჯენდას ასე შემდეგ რომ ყველაფერი გამაქსო რა. მაგალითად ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე დიდი ფაკაპი და ეს ყველაშორის ტყეშელას თოქშიც არის ყველგან არის. საკვებზე მოკლედ ის არის, ანუ ვერ გათვლი, ანუ რესურსებს, არა მარტო საკვებს, ზოგადად რესურსებს რა. ეს შეიძლება იყოს რაღაც სივრცესაც უნდა იმუშაონ, საკვები, რა ყავა ნებისმიერ რაღაც, ანუ ყოველთვის რასაც დაგეგმავ, ალბათ მაგას 40% უნდა დაამატო ზემოდან და მე შეიძლება ივარაუდო რომ ეს შეიძლება საკმარისი იყოს რა, ყველაფერზე. ჩვენ დაწყებული სამუშაო სივრციდან დამთავრებული საკვებით ასე შემდეგ, პირველადი მინი ფაკაპები ყველგან გქონდა, იმიტომ რომ ოკეი, ვიცოთ რომ რაღაც საკმარისი იქნებოდა. დენცკვიტები არ გვაყო. დენცკვიტები არ ხო, ანუ დენცკვიტები არ. და ნახეთ, ან გუშინ ვიყიდეთ 30 ცალი და არ გვეყო კი არა.
სიგრძე არ იყოთ ზოგს. სიგრძე აღარ შემოწმებია. ორს აბავდნენ და მაგის გამო მე რადგან ორს აბავდნენ ანუ არ იყოთ. იმიტომ რომ 30 წელი გაიყო ორზე. კი, მაგრამ აი მანდაც ანუ ძალიან მაგარი რა არის რა. ოკეი, ესეთი პატარ-პატარა ფაქაპები ყოველთვის არის, მაგრამ იმ ფაქაპში რაღაც ორნაირი რეაქცია შეიძლება ტიპს გქონდეს რა. ვაიმე ეს რა დაგვემართა და პანიკაში ჩავარდე. რა თქმა უნდა. რეაქტიული ან პროაქტიული, ოკეი. რა გავაკეთოთ ახლა რომ ხო ჩვენი კარგად გამოდის. ან მოდი ახლა ამ ხალხმა ცოტა რაღაც ბრჭყალებში ზარალი, ისეთი თუ ასეთი რომ მიიღო, როგორ დავაკომუნიციროთ ეს რომ ახლა ამას დიდი ყურადღება არ მიაქციონ და იმედი მივცეთ რომ აი შემდეგ ერთ საათში ეს მაგრა გამოსწორდება რა. ჩემით ყველაფერზე ეგრე მოვიქეს თან ლიტერალი ყველაფერზე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ძალიან პროაქტიულები იყოთ, იმიტომ რომ რა ანუ საკვებზე ძალიან რაც დაგვემართა რომ სამწამში რომ შეიჭამა. ბიჭო, უეჭველი შანსი არ არის, ანუ ინჟინერები რომ რაღაცას ეგრე ორგანიზებენ, რაღაცები არ გაიგოს, უბრალოდ შეუძლებელია რა. იდეი გქონდა ფაქაპები, პრეზენტაციაში გქონდა ფაქაპები, რაღაცებზე გუშინ სიტყვი რაც შევთანხმდით და შევგავოვიც და იქ ამოსვლა და რაღაცა იქ 3 საათი დავხვდა 2 საათს მაგივრად. ნუ ისიც მაგარი ფაქაპი იყო, მაგრამ გაგვიმართლა რომ ზუსტად კროკოს იმაზე ზუსტად ნახე მან რა იყო პრობლემა იცი იმდენ იმასთან სპონსორთან ხონდა საუბარი რომ ეს ჩათები რომ იდეოდა რატომღაც მე მახსოვდა რომ კროკოს სპონსორა პრიზი არ ქონდა თავისი მაგრამ კარგად დაემთხვა ზუსტად კროკოს ჯერი მოდიოდა პრეზენტაციაში და იმ გოგომაც ზუსტად შეგვახსენა და ნუ მანდაც გადავრჩით ისეთი სერიოზული არაფერი არ იყო აი ფაქაპების იქით ერთს რასაც ხაზს გაუსვავდი არის რომ აი ჩემთვის ახლა როგორც ორგანიზატორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტოპიკი რაც დავაფიქსე არის რომ ვინებთან ერთადაც ჰაკათონს აკეთებ კოორგანიზერები ვინებთან მაგას აქ ჩემი აზრით აი ალბათ ჰაკათონის კონტექსტში ყველაზე დიდი მნიშვნელობა რა რომ ბევრი სხვადასხვა შრეზე შეიძლება ის ჩაიყვანო მაგრამ აი ყველაზე მაღალ შრეზე რომ დავტოვოთ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ის ადამიანი ვისთან ერთად შენ აკათონს აკეთებ იგივე მიზეზისთვის აკეთებ და აკათონს სადაც ანუ აი мотиваცია და მიზანი კონდეს იგივე რა ანუ ერთს თუ აქ რო არ ვიცი just რაღაცა ვალიდაცია მიიღოს და უბრალოდ დაფიქსირდეს და მეორეს რომ მართლა genuinely მაგარი რაღაც გააკეთოს ფიზიკურად შეუძლებელია რომ ამათმა გაუგონ ერთმანეთს რა მაგრამ მგონია რომ ჩვენში ეგ ვაიბი დაფიქსირდა რომ ყველას გულწრფელად გვინდოდა რომ ძალიან მაგარი და რაღაც პროდუქტიული ჰაკათონი გამოგსვლა და მე მგონი გუშინაც დავამტკიცე თვის განმავლობაში დღესაც და ხოლმე დავამტკიცე თან მანდის არის კაი რომ ანუ ენდობი რა ეგეთ მას კორგანიზდა საქმეს ისე იყოფთ რომ შენ მის საქმეში არ არის შენ საქმეში და ყველაფერი მაინც ბოლოს კეთდება. კაი მე მგონი ეგ იყო რა დღევანდელი დღის შეჯამება ეგ იყო ფაქაპები იყო მაგრამ ძალიან პროდუქტიულ ეხა ზევით არის დაახლოებით 200 კაცი და რომელი საათი გაათენო 2 დაიწყო ხო და უნდა გაათენო 200 კაცი არის დარჩენილი. ამიტომ მოდი ჩვენი კურიერიც მოვიდა გლოვო და საჭმლის ჭამის დროა და ამიტომ კვების ჩვენც გვინდა კვება და ხვალ გავაგრძელოთ რა. პერფექტ. პირველი ჰაკათონი გახსოვს სოსო? როგორ არ მახსოვს? შენც მახსოვს. და შენზე ამბობდნენ ვიმს მაგრად იყენებს. არა, მე ვიმს კარგად ვერ ვიყენებდი ვერაზოს. ვერ გამოდიოდი ხო? მაგრამ ცდილობდი. მაგრამ მე მახსოვს შენი გამოსვლა რამდენად რევოლუციური იყო ჩვენთვის. ამაღალნათქვამი ხომ არა, მართლა რევოლუციური იყო. არ ვიცი ჩვენი სვენელს როგორ ალბათ ჩვენი სვენელი ვინც იქნება ბევრს არ იმახსოვრება, მაგრამ 12 წლის წინ 2013 წელს იყო პირველი სტუდენტური ჰაკათონი, რაც საქართველოში არ მომხდარა და ძალიან დიდი მასშტაბის იყო. მაშინ საჭმელიც არ იყო, რაც პეჩენიებზე ვიყავით, მაგრამ მოკლედ უნივერსიტეტში ვართ და სოსო იოსები არის მოკლედ სპიკერად და ვიცით გადმოცემით რომ ძალიან მაგარი ვინმე არის მაგრამ მაშინდელმა მეორე კურსელმა ხალხმა არ ვიცით ვინ არის ანუ ვინც არ სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში არ ვიცოდით ვინ იყო სოსო და როდესაც მოხვედი და ზუსტად მახსოვს თემა მაშინ მაშინ ახსენე JavaScript-ის იმას გვიხსნიდი runtimes, გვიხსნიდი Node როგორ მუშაობდა გვიხსნიდი. კი, პატარა ოთახი იყო დერეფრიდან მარჯვნივ. მახსოვს როგორ გვიხსნიდი მე შენს შეტანილ ცვლილებებს V8-ის, მაშინ ახალი მომხდარი იყო ეგ, 2013 იყო თუ რაღაცა და იმდენად დეტალურად და კარგად სიღრმისეულად გვიხსნიდი ამ Node და JavaScript-ს, თან Node იყო როგორ hype-ში 2013 წელს რომ მაშინდელი მოსმენილით იმდან დამუხტულები ვიყავით რომ იყო რომ აი
სოსო რა level-ზეც არის. აუ. არა, მართლა ეგრე იყო, სოსო რა level-ზეც არის, ალბათ ინჟინერი მაგამდე უნდა მივიდეს რა. იმდენად რევოლუციური იყო და მე დამერწმუნე, ეხლა რაღაცა fanboy იმაში გადავედი, მაგრამ დამერწმუნე, რომ მაგის მერე მაგთაობის ხალხი ძალიან ბევრი ცდილობდა, რომ აი ეგ პლანკა მიერტყა. ძალიან საინტერესოა ეგ და მადლობა პირველ რიგში ეგ რო გაიხსენე, მეც მახსოვს თავისთავად ცხადია, მაგრამ მაგას ყველაფერს მეორე მხარე აქვს რა. მნიშვნელოვანი მაგ დღეს ის იყო, რომ თვითონ აი ეს გუნდი, ვინც ეს პირველი ჰაკატონი დააორგანიზა, ხო, ეს გიორგი ტყეშელაშვილი იყო, ირაკლი საფარელი იყო, დემურ ნოდია იყო, ოთო და რეზო ზაკალაშვილები და კიდე არ გამომჩეს ვინმე, ანუ იმ პერიოდისთვის იყო პირდაპირ გაგებით რევოლუციური, ხო, ჩემს მონაწილეობას ახლა თავი რო გავანებოთ, ეგ ყველაზე პატარა დეტალი იყო მაგ ყველაფრის. რა იყო რომ ანუ საზოგადოებაში ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო მაშინ მასეთ მსგავს საკითხებზე და ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ არავინ არ ჩანდა, ვინც სიტყვაზე აი ამ თემას დაძლევდა. და რამდენი ხა საფარელი საერთოდ სკოლაში სწავლობდა, მაშინ ისეთი პატარა იყო და ესეც გიორგი ტყეშელაშვილიც ამ პირველ მეორე კურსელი იყო და ესენიც დანარჩენები ჩემი სტუდენტები იყვნენ, მესამე კურსზე იყვნენ მაქსიმუმ. და გარდა იმისა, რომ ანუ ორგანიზება მოახდინეს, გარდა იმისა, რომ ამ დანარჩენი ახალგაზრდების ყურამდე მიიტანეს ეს ყველაფერი, ხო? ანუ შესანიშნავად გაართვეს თავი ამ ყველაფერს, ანუ საფუძველი დაუდეს რაღაცა მნიშვნელოვანს, რომელიც შემდგომ უკვე წლების მანძილზე გრძელდებოდა. მონაწილეების მხრიდანაც რეალურად იმ ხელამოთხოვნილება იყო, რომ ეხლა ძალიან ბევრი სახე მახსოვს მაშინდელი, შენც მაქედან მახსოვ ხარ პირველად, ანუ მართლა მან დაგინახე და ანუ მთელი თაობა წამოვიდა ადამიანების, რომლებსაც დღესაც ეხლა აი ასპარეზზე უყურებ, ზოგი იქ არის, ზოგი აქ არის, რაღაცა მნიშვნელოვანი ადამიანები გახდით და ძალიან საინტერესო არის რა. და თან ყოველწლიურად ეს შემდეგ უკვე გაუმჯობესდა და ანუ უფრო და უფრო მაღალ დონეზე ადიოდა და უფრო მეტი ისეთი აუდიტორია იყო. მონაწილეების და ნუ ესეც დასაფასებელია ხო რომ ანუ ადამიანებს ესე ანუ ქართულად როგორ თქვა არ ვიცი ეს grassroot movement-ი რო არის რომ ანუ აი ქვემოდან მოდის და ადამიანების მიერ არის თვითონ წამოწყებული და ესეთ მაღალ დონეზე ადის და ნუ სამწუხაროდ მე გაქრა ერთი პერიოდი ეხა ეს ვაკუუმი ისავით შეიქმნა რატო ზუსტად არ ვიცი მართლა არ მახსენდება ეს ბოლო 10 წელია მაგ ხასიათის ღონისძიება რო აი ეს ატმოსფერო იყოს და ეს ზუსტად ეგ არის ხო განწყობა იყოს და ეს ახალგაზრდები ეს ენთუზიაზმით იყვნენ ჩართული და ანუ ეხა დღეს რო ეს ხდება ამ 10 წლიანი ვაკუუმის მიუხედავად ხა გუშინ რომ მოვედი ანუ ატმოსფერო რო შევიცანი და შევიგრძენი ანუ ძალიან ისეთი მსგავსი იყო და ანუ ძალიან დიდი ასე ვთქვათ მემკვიდრეობა დატოვა იმ ტალღამ მაშინ რომ ეხაც რაღაცნაირად გარკვეულწილად იგრძნობა და ამ ახალ ორგანიზატორებსაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა და წარმატება რაც თავარია იმიტომ რომ რაც უფრო მეტ ახალგაზრდას ამოწევთ ასე ვთქვათ წინ და ზემოთ, ну, მნიშვნელოვანი იქნება და ხა ჩემს მაშინდელ სპიჩს რაც შეეხება, თუ გააკეთებთ ესეთ რამებს, არ დაგზარდეთ კიდე და ეგ იქნება მაქსიმუმ ეგ შემიძლია გავაკეთო ამ შემთხვევაში. ძალიან სწორი თქვია, უნიჰავკმა იმ ხელაზე აწია თამასა, ანუ სადამდეც, ანუ 2015-ში დაასრულეს ოფიციალურად, თან ძალიან ისე სიმბოლურია, რომ ფრიუნიში ქონდათ ბოლო და იმდენად მაღალზე იყო, რომ მაგის მერე ნებისმიერ ჰაკათონი ვინც ცდილობდა გაკეთებას მაგ მასშტაბის ან ეგეთი ღირებულების, ეგეთი ატმოსფეროს შეკრა უბრალოდ არ გამოძიოდა და ეხლა თითქოს ბუნებრივად იმ ხელა მოთხოვნა იყო კომუნიტის შიგნით, რომ ამდენ ხალხს არც ველოდი და რაღაც ზუსტად ის ატმოსფერო, ვაიბი, ყველაფერი წამოიღო ამ ჰაკათონმა და ნუ წარმატებები მინდა ყველას უსურვო ორგანიზატორების ჩათვლით. ჰაკათონების ნიშნულობა მე მახსოვს აი მაგთაობიდან უმეტესი ჩემი ნაცნობების წრე არის ჰაკათონებიდან. ეხლა შენ როგორც ჟიური მოდიოდი, როგორც სპიკერი მოდიოდი, მაგრამ აი მონაწილეებში იყო რომ უმეტესი ჩემი წრე ტექნიკურის და სამეგობროც არის იმ ჰაკათონის ხალხი. ძალიან მან გავიცანი. და მათთან ერთად ვიზრდებოდი და მე პროფესიულად რომ თითქმის ერთნაირად ვითარდებით შევასხვა სფეროში, მუდმივად შეგიძლია რაღაც მოსაკითხი გყავს, რაღაც მომენტში გადაიკვეთებით ერთად იმუშავებთ, მე შენ გაგიჭირდება რაღაცა კითხვა გაქვს, რაც გინდა გაიგო, ერთი კომუნიტი ხართ და ანუ უკვე ხალხს ბავშვები ყავთ, რაღაცა წინ გაიზარდნენ, მაგრამ მაინც ყოველთვის ტკბილად გვაქვს მოსაგონებელი რა, ეგ ამბავი.
ურთიერთობებს რაც შეეხება მართალია მეორე მხრიდან ვიყავი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები შემძინა მაგ ჰაკატონებმა ზოგადად ისე სამეგობრო წრის თვალსაზრისით რო ვთქვათ. ანუ პირველი ჰაკატონის ჟიურიში იქ გავიცანი მაგალითად რატი გელაშვილი, რომელიც დღეს ჩემი უახლოესი მეგობარია, ირაკლი საფარელი მან გავიცანი, რომელიც ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ტყეშელაშვილი გიორგი ასე შემდეგ იქ დაუახლოვდი ამ ადამიანებს და ანუ ბევრი ადამიანი გავიცანი მართლა რომელთანაც დღემდე ძალიან მჭიდრო და ისეთი ურთიერთობა მაქვს. ანუ სოციალიზაციის თვალსაზრისითაც საინტერესოა, იმიტომ რომ მაინც ერთი ინტერესის ადამიანები რო ხართ, ხო რაღაც საერთო ენას ადულად პოულობ და რაღაცა და ბევრი თანაკვეთის წერტილი გაქვს და მით უმეტეს ერთად რო ესე ვითარდები პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი მგონია თვითონ აი ამ სოციალური აქტივობის რაც ეს ის არის რა ქვია ჰაკატონი რა მეც მე მახსოვს აი ძველი ჰაკათონების სულისკვეთება, რადგანაც წელიწადში ერთხელ გამოდიოდა, აი პირველი წლის მერე ყველა ელოდა რა და პირველ წელს იმდენად უცხო იყო, რა როგორ უნდა მოგეგო არ იცოდი, აი კრიტერიუმები რა იყო. მეორე წელს კიდევ უფრო დაიხვეწა, მაგრამ რაღაცნაირად ცდილობდა. აი მე მახსოვს 3 წლის განმავლობაში ნელ-ნელა მივიწევდი საპრიზოსკენ, უბრალოდ ყოველ ჯერზე ვსწავლობდი არ ახალ ტექნოლოგიას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კარიერაში პრეზენტაცია, მოკლედ როგორ ამეკინძა, ფიჩინგი როგორ მესწავლა, სხვა ტექნოლოგიებთან ერთად ჰაკათონმა მასწავლა და აი 2015-ში მეორე ადგილით რო დავასრულე, ჩემთვის იყო მეორე ადგილის საპრიზო კი არა, უბრალოდ ის რომ აი მაგდენ ჰაკათონში დამდენი წლის განმავლობაში შევძელი რომ პოდიუმზე ყოფილიყავი რა და იმდენად მნიშვნელოვანი სკილები მასწავლა და დროის მენეჯმენტი რომ მაგაზე ღამე 3 საათის მერე ჩემთვის არაფერი არ გამოდიოდა რომ ეგ ყველაფერი მგონია რომ ახალთაობა თუ მართლა მაგას წაიღებს ამ ჰაკათონიდან რაღაც თავის თავს აღმოაჩენენ, ახალ სანაცვლო წრეს გაიკეთებენ, ეგ იქნება ორგანიზატორებისთვის ყველაზე მაგარი გამარჯვება ალბათ რა. ვეთანხმები მეც მაგას, იმიტომ რომ რეალურად ანუ ესეთ მოკლე დროში, ესეთ პატარა ფანჯარა რო გაქვს, ხო, ესეთი დროითი, თან სურვილი გაქვს, ამბიცია გაქვს, იდეები გაქვს რაღაცა შეუძლებელია რომ აბსოლუტურად ყველა შენი ასე ვთქვათ სისუსტე არ გამოვლინდეს და პლუს არ გიბიძგოს ამ სისუსტის დაძლევისკენ, ან შენი ლიმიტები შეიცნო, ან რა შეგიძლია, რა არ შეგიძლია და რაც ყველაზე მთავარი არის ხა ეს დარგი იმიტომ არ მიყვარს რომ სიტყვაზე არიქა რაღაც კორპორატიულ კარიერას ხედავდი ჩემ ახალგაზრდობაში ამაში, ან ძალიან ისეთი დიდი გართობის ელემენტი აქვს რა ამას, რომ აი შეგიძლია რაღაცა ისეთი საინტერესო საქმე აკეთო, თან სასარგებლო იყოს, თან გასართობი იყოს, თან შემოსავლიანიც იყოს, ხო ხვდები, მაგრამ ანუ ახალგაზრდა რო ხარ მით უმეტეს რაღაცა გჭირდება ისეთი ბიძგი, რომელიც ანუ მაინცა და მაინც ნაცრის ფერფერებში პერსპექტივას და მომავალს არ დაგანახებს და ჯერჯერობით კიდევ აქვს ამ დარგს ეს ელემენტი, რომ აი ახალგაზრდა ადამიანმა ამ ენთუზიაზმით და რაღაცა შემართებით თან გართობის მხარე შეიცნოს და შეიგრძნოს და თან მომავალი დააფუძნოს ამაზე და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესეთი ღონისძიებებში აღმოცენდეს აი ზუსტად ასეთი ახალგაზრდა. ხო, მე მახსოვს მე ბოლო წლებში ისეც იყო რომ ცდილობდნენ რაც ჰაკათონი გაეკეთებინათ, მაგრამ მანდიდან შედეგი უნდა ყოფილიყო, აი პოტენციური სტარტაპი დაბადებულიყო, ჯილდოს აძლევდნენ ისეც, რომელიც აი ეს გასტარტაპდება და მე რაღაც იქნება და ის მე შიგნით ის რაღაც ნაპერწკალი ასე ვთქვათ, მცირდება და ყდებოდა, სადაც უბრალოდ დეველოპერებს უნდათ რომ მივიდნენ 48 საათი, სხვები ნახონ და შიმშილი რომ უბრალოდ რაღაცა პროდუქტი გააკეთონ და მე მგონი აქ ეგ იბადება ეხა. კი, ხო, არ ვიცი ხა სტარტაპ სამყაროსთან შეხება არ მქონია, ანუ ეგ ეტაპი გამოტოვებული მაქვს მთლიანად ლოკალურად, ასე ვთქვათ და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ აი ეს მეორე ნაწილი უკიდურესად მნიშვნელოვანი მგონია მე პირადად რა, თან მით უმეტეს ამ დარგში თუ გინდა იფუნქციონირო, სხვა რაღაცეები უნდა შეიძინო რა და იმედია ესე გააგრძელებთ და ესე გაგრძელდება რა. ერთი მაინტერესებს კიდე შენი დაკვირვება, აი ტექნოლოგიური სპექტრი როგორ ვითარდებოდა აი ბოლო წლებში რომ დაკვირდე ახალგაზრდები რასაც იყენებდნენ მაგალითად ჰაკათონებზე. იმიტომ რომ ჰაკათონებზე ხშირად რაღაცა ექსპერიმენტული ტექნოლოგიები ჩნდებოდა და
AI ეპოქამდე ექსპერიმენტული აზ ნიშური პროდუქტები ჰაკათონებზე ძალიან გამოკვეთილად ჩანდა და ეხლა თითქოს ცოტა დაიჭრდა, იმიტომ რომ უკვე ყველა იყენებს AI-ს სხვა რაღაცებს. არ ვიცი, იცი, ეხლა რასაც დავაკვირდი კონტინგენტს რო გადავხედე, მივდივარ ველაპარაკები გუნდებს, ან ჭრელი არის რა, AI-ს თავისთავად ცხადია ყველა იყენებს, გარდაუვალია რო არ გამოიყენო, უბრალოდ აზრი არ აქვს რო არ გამოიყენო, ხო? და ადრე ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ აი პირველ ჰაკატონზე იყო ზუსტად აი ეს ასე ვთქვათ, უფროს თაობის წარმომადგენლებს რომ ელდა გვეცა რომ საიდან მოიტანეს, რა იციან, რაღაც უცნაური პროტოკოლები, რაღაც უცნაური ხელსაწყოები, ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, რომ ის იყო აღარ ხო, შოთა გიორგობიანი იყო, მახსოვს ძალიან კარგად, ანუ ისეთი განცვიფრებული იყო რაღაცებით, ისეთი განცვიფრებული იყო, რომ ეხლაც მახსოვს ეგ და მართლა იყო, რომ ის მთელი ეს რამდენიმე წელი მაშინ ის სერია როცა ტარდებოდა, სულ ისეთ ახალ უცხო რაღაცებს გვაწვდიდნენ, რომ შეუძლებელი იყო, რომ არ გაოცებულიყავი რა. მაშინდელი კომპანიები, მაგალითად, ანუ 2014 წელი რო წარმოვიდგინოთ, მაშინდელი კომპანიები ვებსოკეტებს აქტიურად არიყენებდნენ, Mongo-ს გამბედავი პატარა პროექტები იყენებდნენ, AR რაღაცებს, საერთოდ საქართველოში რაღაც სულ რამოდენიმე პროექტში კეთდებოდა და ამ დროს, ანუ თუნდაც აი პროტოკოლებიც რო ავიღოთ რა, როგორც თქვი ხო, ძალიან ისე იყო აქ ანუ იცოდი რომ სტანდარტულად რაღაც ერთ რაღაცაზე მუშაობდა, აი UDP-ზე თუ რაღაცა პროექტები ჩდებოდა, რაღაც საინტერესო რაღაცა ხდებოდა, ჰაკათონზე 2-3 კაციანი გუნდები შემოგთავაზებდნენ რაღაცა know-how-ს და ეგ ძალიან მაგარი იყო რა. ამ შენობაში იყო, არ ვიცი ეგ გუნდი გახსოვს თუ არა, თუ არ ვიცი WebArtis-ი ქვია ხო იმ პროტოკოლს. კი. ანუ gesture-ების recognition-ი რო ქონდათ, ძალიან მკაფიოდ მახსოვს, ანუ პროტოკოლიც ძალიან უცხო იყო მაშინ, აი ძალიან ისეთი რაღაცა იყო და ეხლა რა ის gesture-ების ამოცნობა, ხო, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო, თან ძალიან პატარა ბავშვები იყვნენ. კი, ზუსტად. ძალიან კარგი იყო. კი, იყო ეგეთი რაღაცები, რა თქმა უნდა, ეგ სიახლის ელემენტი ქონდა ძალიან ისე ფართოდ. თან ძალიან კარგად მახსოვს მაშინ პროექტის გამართვაც ბევრად დიდ დროს მოითხოვდა. ეხლა არის რომ შეიძლება არის რომ დაждები 0-დან დაიწყო კეთება, სეტაპი გაქვს თქვა 1 საათში და რაც მუშაობას იწყო და მაშინ იყო რომ ანუ დოკერი არ გქონდა რა, ანუ ძალიან early stage-ზე იყო 2015-ში უკვე, 14-15-ში, ჯერ დოკერი რამდენმა იცოდა. მე მოდიოდი და შეიძლება Apache-ს არ ემუშავა, შეიძლება რაღაც იქ არ ყოფილიყო ვიღაცა Tomcat-ზე ცდილობდა რაღაცის დაქოქვას და დემო რო უნდა და 15 წამი სერვერი ირთვებოდა, აი სიგიჟეები ხდებოდა. კი, ნუ ეგ მაგრამ ეგ არის ხო საინტერესო ზუსტად ეგ. მან დებაგინგში სწავლობდი რომ ანუ წარმოვიდგინე ღამის 2 საათია და იკითხები ვიღაცას რომ აუ SMS-ი გაგზავნა მინდა როგორ ქნა ტვილიო ძალიან ძვირი მიждდება და მოდი უცებ Python-ის სკრიპტი დავწეროთ Mactify-დან გავაგზავნოთ რაღაცა და ანუ AI არ გაქვს და ღამე Python-ს სწავლობ უცებ რაღაცა დაწერო და ვიღაც აუ შენ ხო არ იცი როგორ გავაკეთო ეს რაღაცა cookie როგორ გავაყოლო სიგიჟე იყო. ეგ არის ჰაკატონი რა, ზუსტად ეგ არის რა. სხვათა შორის კი ეგ მე მახსოვს რაღაც რეპო არის 2013 წლის დროინდელი, ზუსტად იყო რა Python-ზე Mactify-ის გასაგზავნი რაღაცა მქონდა და მე ლევანი ველიჯანაშვილის ტიჩოზე ისე ვიღაცები მე ამაში აკონტრიბუტებდნენ რაღაცები წინ წასულიყო ეგ პატარა Python სკრიპტი. ასე რომ ხო, მაგარი იყო. რა ვიცი, მოკლედ მე ის ძალიან მიხარია ეხლა, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ. ამჯერად ორივე ჟიურის იმაში ვარ თუ როგორ იცვლება, ხო ხედავ? კი. მაგრამ მე მგონია რომ ახალთაობას ეხა ჩვენ რაღაც ეს მუხტი უნდა დავანახოთ და მგონია რომ ალბათ ეს საუბარიც ვიღაცებში ნოსტალგიას გამოიწვევს, ვიღაცებს შეიძლება უთხრას რომ ოკეი, ამდენი წელი გადის, მაგრამ რადგან ამდენი წელი ძლებს ეს რაღაცა, ესე იგი რაღაც ღირებული შიგნით ნამდვილად არის და წარმატებები მონაწილეებს და ორგანიზატორებს რო გაუძლონ და უფრო მეტი გააკეთონ შემდეგში. წარმატებები კონტინგენტის მოცულობიდან გამომდინარე აშკარად არის მოთხოვნილება, ამიტომ არ დააგდოთ ტემპი და მე ესტაფეტა გადაეცით სხვა ღირსეულ გამგზელებლებს, როცა უკვე ამას ამოწურავთ თქვენ წილ. აბა როგორ მოგეწონა ჰაკათონის 2 დღე? აღფრთოვანებული ვარ.
აღთქმული უფრო დეტალებში ახლა ვიტყვი რომ ეს არის რა ქვია. ნუ ესეთი მასშტაბის ჰაკათონი მე არ მინახავს ჯერ საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან ადრეულ წლებში შეიძლება იყო უბრალოდ, ნუ ამ რაოდენობაზე არ იყო, ეს პირველად ხედავ. ძალიან მიხარია რომ ამის მონაწილე ვარ, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი ვნახეთ. ხო, პრინციპში. ძალიან კაია, კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც არ მოვავლით არც ხალხის ამგვარ აქტიურობას, არც იმას, რომ ესეთი კარგი გამოგვივიდა და მაგრამ საერთო ჯამში so far აგერ ფინალში ვართ მეორე დღის, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. შენ ხარ ასევე ჟიური ჩვენი ჰაკათონის და პირადად ამოწმებ ამ რაღაც პროექტებს, რასაც უშუალოდ გუნდები მუშაობენ. ეგრეა ორი სიტყვით გითხრა, იმიტომ რომ ვიცი რომ ამ წამსაც რაღაც იმის პროცესში ხარ განხილვის პროექტების და რაღაცები გაქვს რაღაც სურათი რა სიტუაცია ზოგადად პროექტების მხრივ. იგი აი 15 წუთით შევფერხდებით რა ამ ჩაწერის გამო. ესე იგი ჯამურად ჩვენი ამ ჰაკათონის სამი კრიტერიუმით ვაფასებთ და ნუ მე ეს კრიტერიუმები კიდე ქვემოთ იშლება, ესე იგი მონაწილეებმა უნდა შექმნან developer tool-ები, health app-ები, ან რაღაცა ესეთ productivity app-ები, ყველგან უნდა იყოს გამოყენებული AI. აქედან გამომდინარე ჩვენ კოდის დონეზეც ვამოწმებთ. Narrow downs ვაკეთებთ და ნუ ძალიან ბევრი ისეთ საინტერესო პროექტები იყო. ერთი პროექტი მახსენდება, ეხლა რაღაცა ასტროლოგიას და იმაზე კალკულაციას აკეთებს, რეალურად პლანეტები არსებობს თუ არ არსებობს, ანუ მოკლედ ძალიან ისეთი მიწიერი და არამიწიერი პროექტებიც არის რა, რაც ძალიან საინტერესო და სახალისო. უფრო მეტად რომელი ჭარბობს, რომელი კატეგორია ესე რა ვთქვათ? უფრო health კატეგორია, ესე იგი health კატეგორიიდან არის საკმაოდ ბევრი web და app პროდუქტები და ასევე მეორე ადგილზე რასაც გადავხედოთ არის CLI tool-ები ძირითადად რა და ეს CLI tool-ები ანუ developer productivity-s tool-ები არის, რაც მაგალითად ერთ-ერთი რაც მახსენდება არის Android-ის ესე იგი publish time-ებს გიმცირებს იქიდან გამომდინარე რომ ამოწმებს კოდში პოტენციურად რის გამო დაგარეჯექტებს Google. რა მოკლედ ძალიან ისეთ საინტერესოა, ესე იგი health-ი და მეორეზე productivity tool-ებს დავაყენებ. ძალიან კარგი ველოდები რა იქნება საბოლოო პრეზენტაციაზე. ლევან, შენ გარდა იმისა, რომ დევთერაპიაში ჩვენი სტუმარი იყავი, ხარ TBC ბანკის tech lead-ი, გაქვს ძალიან მრავალწლიანი გამოცდილება ამ სფეროში ზოგადად და მინდა რომ გაგვიზიარო ზოგადად ჩვენი გამოცდილება როგორია TBC-ის tech lead-ური ხედვები, ასე რომ ვთქვათ. TBC-ის tech lead-ური ხედვები ამ ჰაკათონზე, ხო? კი ბატონო, კი. ხო, პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ TBC არის tech კომპანია და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ფასობს რა TBC-ში შიგნით ძალიან ფასობს. თვითონ დეველოპერები, არა მარტო, მაგრამ ეხლა კონცენტრირებას მარტო ამ ტექზე გავაკეთებ მე. და რეალურად ეს ჰაკათონები, ეს ყველაფერი ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქედან იბადება რეალურად ის ვიღაც ტექ პროფესიონალები, ვინც მერე დასაქმდება ან თუნდაც TBC-ში, ან სხვა ნებისმიერ კომპანიაში. აქედან გამომდინარე, ეხლა ჩემი გამოცდილებით, აი tech lead-ის გამოცდილება მადგება იმაში, რომ კოდის დონეზე შეიძლება პროდუქტის ჭრილში მაინც ჰაკათონია 2 დღე ქონდათ, შეიძლება პროდუქტი არ იყოს ისეთ საინტერესო ან ვიზუალურად არ გამოიყურებოდეს ისე როგორც პირობითად რაღაც production ready, თუმცა აი კოდ level-ზე რო ჩავდივართ და არქიტექტურულად ვუყურებთ, ბევრი რაღაც რა იმედის მომცემი არის ბევრი პროექტი. მაინტერესებს კიდევ რატომ არის ზოგადად აი TBC-ის მონაწილეობა და მნიშვნელოვნება ზოგადად მსგავსი ივენთების ჩატარებაში შეგვიძლია რომ გითხრა. ამ კითხვაზე პასუხი ახლა ესეთი არის, რომ პირველ რიგში თქვენი პოდკასტი ეს ძალიან რეალურად პოპულარული გახდა. ხალხმაც ძალიან ისე აიტაცა. აქედან გამომდინარე რაღაც community იკვრება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ჰაკათონზე დარეგისტრირდა 1000 ადამიანი, ხო, თუ არ ვცდები. საბოლოო ჯამში, თამამად ვიძახით იმას, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ჰაკათონი არის ეს. აქედან გამომდინარე, თუ ესეთი გამორჩეული რაღაც ივენთი ხდება, მაშინ TBC-ც არ იქნება რა, ის offside არ დარჩება რა და ნებისმიერ შემთხვევაში TBC-ისთვის საინტერესო იყო. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქართული tech გამოცდილი პერსონები ვინებიც არიან, ისინი მოვიწვიოთ და საზოგადოებას